Lockheed Martin-ის F-35 Lightning II თანამედროვე ინჟინერიის სასწაულია. ზებგერითი სიჩქარეების, მოწინავე სტელს ტექნოლოგიებისა და უპრეცედენტო სენსორული ქსელის შერწყმით ის უფრო მფრინავი სუპერკომპიუტერია, ვიდრე ტრადიციული გამანადგურებელი თველი თვითმფრინავი. მაგრამ ამ გამანადგურებლის 3-დან 2 ვერსიას, უფრო ზუსტად F-35B-სა და C-ს, ყოველთვის ჰქონდა ერთი დიდი და საკმაოდ აშკარა ნაკლი, რომელიც პირველივე შეხედვიდან ჩანს. აბაზანის ზომის ქვემეხი, რომელიც თვითმფრინავის მუცელზეა მიმაგრებული. ეს ქვემეხი ამცირებს F-35-ის აჩქარებას და ზრდის მის რადარულ ანარეგს, რაც აზიანებს როგორც მის მანევრულობას, ასევე შეუმჩნევლობის შესაძლებლობებს. თუმცა, როგორღაც აშტ-ში სამხედროებმა ის რაც უზარმაზარ შეცდომად ჩანდა, თვითმფრინავის ყველაზე მომაკვდინებელ უპირატესობად აქციეს. იმის გასაგებად თუ როგორ და რატო მოხდა ეს, ჯერ ერთი ნაბიჯით უკან უნდა დავიხიოთ. რამდენიმე ათეული წლით უკან, ვიეტნამის ომის პერიოდამდე. 1960-იანი წლების შუა პერიოდში მაკდონალდ დუგლასის F-4 Phantom OE ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ფართოდ გავრცელებებული თვითმფრინავი იყო ჩრდილოეთ ვიეტნამის წაზე. 9 გარე საკიდით F-4-ს შეეძლო გადაეტანა მაქსიმუმ 18650 ფუნტი, ანუ 8500 კილოგრამი იარაღი, მათ შორის სხვადასხვა საჰაერო და ჰაერი მიწა-რაკეტები. თუმცა თავდაპირველად მას არ ჰქონდა საკუთარი შიდა ქვემეხი, თუმცა ზოგიერთმა ვარიანტმა მოგვიანებით გარე ქვემეხის კონტეინერებიც მიიღო. ინჟინერების თქმით, რომლებმაც ის დააპროექტეს, მას ტყვიან ფქვევი არ სჭირდებოდა, რადგან ჰქონდა რადარით მართვადის ფაროვის რაკეტები და სითბოზე რეაგირებადის საიდვინდერები და ისინი უნდა ყოფილიყვნენ საკმარისი ნებისმიერი სამისმიერი სამიზნის გასანადგურებლად, სანამ მტერი საერთოდ იფიქრებდა საპასუხო ბრძოლაზე. ყოველ შემთხვევაში თეორია ასეთი იყო. პრაქტიკაში კი ყველაფერი ასე არ გამოვიდა. მაგალითად, AIM-9B Sidewinder ძალიან შორს იყო თანამედროვე ეპოქის ზუსტი და გაასროლე და დაივიწყე ტიპის საჰაერო რაკეტებისგან. მას უამრავი შეზღუდვა ჰქონდა. მაგალითად, მაქსიმალური ეფექტური მანძილი მხოლოდ 3 საზღვაო მილი იყო. ანის ფაქტი, რომ სამიზნეზე დამიზნება მხოლოდ მაშინ შეეძლო, როცა პირდაპირ მის უკან იმყოფებოდა. Sidewinderis მაძიებელ თავსაც შედარებით დაბალი კუთხური თვალთვალის სიჩქარე ჰქონდა, მხოლოდ 11 გრადუსი წამში. ამიტომ ის თითქმის სრულიად არაეფექტური იყო იმ სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებიც მკვეთრაცილების მანევრებს ასრულებდნენ. მას ასევე უჭირდა მზესა და ღრუბლებთან მუშაობა, რადგან მისი სამიზნე თავი ზოგჯერ მათ მტრის სამიზნეებად აღიქვამდა. და ეს ყველა პრობლემა ერთმანეთს ემატებოდა, რის გამოც 60-იანი წლების Sidewinderებს შედარებით დაბალი, დაახლოებით 16%-იანი განადგურების ალბათობა ჰქონდათ. AIM-7D Sparrow-იც არ იყო უკეთესი. საჰაერო რაკეტას მინიმალური შეტევის მანძილი 3000-დან 5000 ფუტამდე ჰქონდა და ყოველ ჯერზე, როცა რაკეტას უშვებდნენ, პილოტს უწევდა მთელი ფრენის განმავლობაში რადარი მიზანზე დაეჯირა. ამას დიდად არ ექნებოდა მნიშვნელობა უსაფრთხო დაუკონტროლებელ საჰაერო სივრცეში, მაგრამ როცა მტრის გამანადგურებლები ჰაერში იყვნენ და საფრთხე ყოველი ღრუბლის უკან იმალებოდა, ამ პილოტებისთვის წარმოუდგენლად სახიფათო იყო უბრალოდ პირდაპირ ხაზზე ფრენა და იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, როცა მათი რაკეტები მიზანს უახლოვდებოდა. შედეგად, ვიეტნამში გამოყენებული ყველაზე ადრეული Sparrow-ს რაკეტების განადგურების ალბათობა 10%-ზე ნაკლები იყო. ამის გარდა, საბრძოლო ჩაბმის წესები გულისხმობდა, რომ ამერიკელ პილოტებს უნდა ეცნოთ მტრის თვითმფრინავი ვიზუალურად, სანამ ცეცხლს გაუხსნიდნენ. ამიტომ ისინი ვერ იყენებდნენ თავიანთი იარაღის შორმანძილზე მოქმედების უპირატესობას. მათ უწევდათ ახლოს მისვლა და საკუთარი თავის უფრო დიდ საფრთხეში ჭაგდება, სანამ საერთოდ ნებართვას მიიღებდნენ მიზანზე დაფიქსირებისათვის. შედეგად, F-4-ის პილოტები ხშირად ხვდებოდნენ ახლო საჰაერო ბრძოლებში, მაგრამ მათ არ ჰქონდათ საჭირო ქვემეხები, რომ ეს ბრძოლები მოეგოთ. ამის გარდა, ამ პილოტების უმეტესობას არ ჰქონდა გავლილი ფართო საჰაერო საბრძოლო მანევრების ტრენინგი. ამიტომ მათ ხშირად არც საჭირო უნარები ჰქონდათ და არც შესაბამისი აღჭურვილობა, რომ გადარჩენილიყვნენ. ხშირად უწევდათ თვითმფრინავის სიჩქარის შემცირება ზებგერითი სიჩქარის ქვემოთ და მაქსიმალურად ცდილობდნენ მტრის უკან მოხვედრას, მაგრამ ხშირად იმდენად ახლოს იყვნენ, რომ რაკეტების გაშვებას წარმატების რეალური იმედი აღარ ჰქონდა. არ არის გასაკვირი, რომ ბევრი პილოტი ამ თვითმფრინავებზე ქვემეხების არქონას უჩიოდა. აშშ საზღვაო ძალების პილოტმა ჯონ ჩეშაირმა მაგალითად თქვა, რომ შიდა ქვემეხის არქონა F-4-ზე ყველაზე დიდი შეცდომა იყო და დაამატა: ტყვიები იაფია და როგორც წესი იქ მიდის, სადაც უმიზნებ. ჭირდებოდა ქვემეხი და მართლა ვისურვებდი, რომ ქონოდა. საზღვაო ქვეითთა კორპუსის გენერალმა ჯონ დეილიმაც დაეთანხმა და აღნიშნა, რომ F-4-ებში ყველას სურდა თვითმფრინავზე ქვემეხი ქონოდათ. საბოლოოდ ეს მოთხოვნები იმდენად ხმამაღალი გახდა, რომ იგნორირება ვეღარ მოახდინეს. Phantom-ი თავიდან გადაიხაზეს. თავდაპირველად გარე ქვემეხის კონტეინერი მიამაგრეს ფიუზელაჟზე. შემდეგ კი მთელი კონსტრუქცია გადააკეთეს, რომ შიგნით ჩაემონტაჟებინათ M61 ვულკანის ქვემეხი. იმ მომენტიდან ამერიკის სამხედრო ავიაციის ინჟინრებმა დაიფიცეს, რომ იგივე შეცდომას აღარასდროს დაუშვებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე ათეული წელია სახაერო ბრძოლაში ქვემეხით მოწინააღმდეგის ჩამოგდება არ დაფიქსირებულა და მსოფლიო ლიდერი თავდაცვის კონტრაქტორი Lockheed Martin ამტკიცებს, რომ ახლო სახაერო ბრძოლის ეპოქა დასრულდა, ქვემეხები მაინც შეტანილია ყველა მოქმედი ოპერაციული მოთხოვნის დოკუმენტში. ყოველთვის, როცა ახალი გამანადგურებლის დიზაინი მზადდება, ინჟინრებს ეუბნებიან, რომ აუცილებლად გამოყონ ადგილი რაიმე ტიპის ქვემეხისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის რეალურად არასდროს გამოიყენონ. რატომ? იმიტომ, რომ ეს შეუფასებელი შემაკავებელი საშუალებაა. ქვემეხის უბრალო არსებობა ეფექტურად უკარგავს მტერს ერთადერთ საშუალებას, რითაც მას შეეძლო რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა, ეხლო მანძილზე მიახლოებას. საუბარი არ არის ზიანის მიყენებაზე ან მოწინააღმდეგის განადგურებაზე. თავარი ისაა, რომ მოწინააღმდეგეს აზრადაც არ მოუვიდეს ზედმეტად ახლოს მოსვლა. ასე რომ, მაშინაც კი როცა 2000-იანების დასაწყისში F-35-ის დიზაინზე ბოლო შტრიხებს ასმევდნენ, ერთიანი შეტევითი გამანადგურებლის პროგრამის მოთხოვნები განსაზღვროდა, რომ მას უნდა ქონოდა ქვემეხი და არა უბრალოდ ნებისმიერი ქვემეხი, არამედ ისეთი, რომელსაც შეეძლებოდა 35%-იანი განადგურების ალბათობის მიღწევა, მსუბუქად დაჯავშნულ მანქანებზე, 9000 ფუტის დახრილ მანძილზე. ეს ტყვე ამქვევი იყო GAU-22A, 25 მმ-იანი გატლინგის ტიპის ქვემეხი, რომელიც General Dynamics Ordnance and Tactical Systems-მა აწარმოა და დაფუძნებულია GAU-12U's დიზაინზე. მისი წონა იყო 240 ფუნტი, ანუ 104 კილოგრამი და მას შეეძლო წუთში 3300 ვაზნის სროლა. ეს არის მძიმე დანადგარი და ინჟინრებს მოუწიათ გზა ეპოვათ, რომ იგი მოეთავსებინათ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე stealth გამანადგურებელში. საჭირო არ არის სამხედრო ინჟინერი იყო, რომ მიხდე, ყველაზე ლოგიკური ვარიანტი იქ ზუსტად ასე მოიხსნენ დიზაინერები F-22 Raptor-თან მაგალითად, რომლის იარაღიც ფრთის ფესვშია დამალული. თუ და როცა ქვემეხის სროლა გახდება საჭირო, სპეციალური კარი იღება და წამში 100 ვაზნა ისვრის ნებისმიერ სამიზნეზე, სანამ კარი ისევ დაიხურება, რაც ინარჩუნებს თვითფრინავის ფარულობასა და აეროდინამიკურობას. F-35A-ისთვის დიზაინერებმა თითქმის იგივე გააკეთეს GAU-20A თვითფრინავის ფიუზელაჟში დამალეს. თუმცა დანარჩენი ორი ვერსიისთვის FCZ-15B-სა და C-თვის ეს ასე მარტივი არ იყო ერთი უბრალო მიზეზის გამო. საკმარისი ადგილი არ იყო. F-35B არის მოკლე აფრენისა და ვერტიკალური დაფრენის ვერსია, რომელსაც საზღვაო ქვეითები იყენებენ. იმისთვის, რომ შეძლოს აფრენა მხოლოდ მცირე მიწის ზოლებიდან, მას სხეულში აქვს ამწევი ვენტილატორი და სამსახდენიანი მბრუნავი მოდული, რომლებიც დიდ ადგილს იკავებენ და ძალიან ცოტა სივრცეს ტოვებენ. რა თქმა უნდა, საკმარისი არაა იმისთვის, რომ შედარებით მასიური გატლინგის ტიპის ქვემეხი მოთავსდეს. F-35C კი აშტშ-ის საზღვაო ფლოტის ავიანზიდის თვითფრინავია და მას გააჩნია როგორც გამაგრებული შასები, ასევე თითქმის 20000 ფუნტი, ანუ 9000 კილოგრამი საწვავი, რომელიც მთლიანად შიგნით ინახება, რაც ნებისმიერ სხვა F-35-ის ვარიანტზე მეტია. ეს კი ისევ იმას ნიშნავს, რომ GAU-20A-ისთვის ადგილი ავარჩება. შესაბამისად, ერთადერთი დარჩენილი ვარიანტი იყო იარაღის გარემონტაჟი. მისი მიმაგრება თვითფრინავის კორპუსის ძირზე, არაფარული კარის ან სტელს პანელის უკან, არამედ სრულიად ღიად, დიდი ნახშირბოჭკოვანი კონტეინერით დაფარული, რათა დაცული იყოს. ასეთი ნახშირბოჭკოვანი კონტეინერი ორი არსებობს და ორივე დანიური კომპანია Thermas მიერ არის დამზადებული. არსებობს GPU-9 F-35B-თვის და GPU-8 F-35C-თვის. ერთი შეხედვით ამ დიზაინის არჩევანში ძალიან ცოტა რამ არის ლოგიკური. არა მარტო მოუხერხებლად და უცნაურად გამოიყურება, როცა უახლესი სტელს თვითფრინავის ქვედა ნაწილზე უზარმაზარი აბაზანის ზომის კონსტრუქცია მიმაგრებული, რომლის თითოეული ერთეული დაახლოებით 110 მილიონი დოლარი ღირს. მაგრამ ასევე დადასტურდა, რომ გარე იარაღის კონტეინერი, რომ უარყოფითად მოქმედებს გამანადგურებლის შესაძლებლობებზე. ის არღვევს თვითფრინავის აეროდინამიკურ დიზაინს, ზრდის ჰაერის წინააღმდეგობასა და წინაღობას, იმაზე რაც ადრე გლუვი, ელეგანტური და იდეალურად ჩამოყალიბებული კორპუსი იყო. მონაცემები აჩვენებს, რომ F-35A-ს სჭირდება დამატებით 8 წამი, რათა აჩქარდეს Mach 0.8-დან გადალახოს ბგერითი ბარიერი და მიაღწიოს Mach 1.2-ის, რაც ცნობილია როგორც გამანადგურებლის ტრანსონიკური აჩქარება. შედარებით პროგრამის თავდაპირველ წარმადობის შეფასებებთან. ამასობაში F-35B თავისი გარე GAU-22-ით ტრანსონიკურ აჩქარებაზე დამატებით 16 წამს ხარჯავს. ხოლო F-35C, რომელსაც დამატებითი წონა აქვს გარე გატლინგის იარავის, ასევე ყველაზე დიდი ფრთები და ყველაზე მეტი საწვავი, სჭირდება მთლიანი 40 წამი, რაც 5-ჯერ მეტია ვიდრე F-35A-ს. თუმცა ამ აშკარა პრობლემების მიუხედავად, გარე იარაღი ბევრად უფრო ღირებული და სასარგებლოა აშშ-ის სამხედროებისთვის, ვიდრე თავიდან ჩანს. მაგრამ სანამ გავიგებთ რატო, თუ ასეთი ტიპის ინფორმაცია გსურთ უფრო ხშირად მიიღოთ, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვხსნით ყველაფერს. იმის გასაგებად, თუ რატომ მუშაობს F-35B-სა და C-ს გარე იარაღი უკეთესად ვიდრე F-35S-ში და ქვემეხი, საჭიროა ეს იარაღი ცოტა უკეთ გავიცნოთ.
GU-22A არის 4-ლულიანი, 25 მმ-იანი გათლინგის ტიპის იარაღი. ის უფრო დიდია ვიდრე 20 მმ-იანი ვულკანის ქვემეხები, რომლებიც F-22-სა და F-16-ზეა დაყენებული, მაგრამ უფრო კომპაქტურია ვიდრე 30 მმ-იანი ავენჯერები, რომლებიც A10 Thunderbolt 2-ზეა, რომელსაც ასევე Warthog-ს უწოდებენ. ის ისვრის წამში 55 ვაზნას, სიჩქარით 3560 ფუტი წამში, რაც ბგერის სიჩქარეზე 3-ჯერ მეტია. და ქვემეხი წარმოქმნის საკმაოდ დიდ უკუცემის ძალას, დაახლოებით 3700 ფუნტს, ანუ თითქმის 16500 ნიუტონს. ეს დაახლოებით იგივე უკუცემაა, როგორც პატარა რეაქტიული ძრავის პიცგი, რომელიც ყოველჯერზე, როცა პილოტი სასხლეთს აწვება, თვითფრინავის კორპუსს უკანწევს. და სწორედ აქ იწყებს გარე კონტეინერის სილამაზე ბრწყინვას, რადგან კონტეინერი დამაგრებულია ცენტრალურ საკიდ წერტილზე, ხოლო საკიდი მდებარეობს მებრძოლის ხერხემლის ქვემავემოთ. ის პირდაპირ არის დაკავშირებული F-25-ის მთავარ გძივ სტრუქტურულ სხივთან, რომელიც მთელი თვითფრინავის ყველაზე სტაბილური საკიდი წერტილია. ეს ნიშნავს, რომ როდესაც გარე ქვემეხი ისვრის, მისი უკუცემის 3700 ფუნტი ძალა იზოლირებულია თვითფრინავის დანარჩენი ნაწილისგან. ეს ძალა გადადის მყარ საკიდ წერტილზე და შემდეგ ძლიერ სტრუქტურულ სხივში. ნაცვლად იმისა, რომ გავლენა მოახდინოს თვითფრინავის კომპოზიტურ გარე საფარზე, სტელსის საფარებზე ან შიდა კომპონენტებზე. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ქვემეხი მაინც აძლევს უკუცემას ყოველი გასროლისას, მაგრამ პოდი შთანთქავს ამ უკუცემას, ასე რომ თვითონ თვითფრინავის კორპუსი ამას თითქმის ვერ ბრძნობს. იმის გასაგებად თუ რატო არის ეს ასე მნიშვნელოვანი, უნდა შევადაროთ გარე პოდის დიზაინი F-25A-ზე არსებულ შიდა ქვემეხს. ამ ვარიანტზე შიდა ქვემეხი განთავსებულია ფიუზელაჟის მარცხენა მხარეს, სპეციალურ ღრმულში, დახურული კარის უკან. ასეთი დიზაინი შეიძლება მუშაობდეს. მაგალითად, F-22-ის აქვს შიდა ქვემეხი, რომელიც ჭკვიანურად არის განთავსებული ისე, რომ უკუცემის ძალას ფრთის ფუძე შთანთქავს. მაგრამ ასე არ არის F-25A-ში. ყოველჯერზე, როცა იარაღი ისვრის, მისი უკუცემის ძალა პირდაპირ გადადის თვითფრინავის ჩინესა და ლონგერონის კომპოზიტურ გარსზე. ეს არის კრიტიკული სტრუქტურული ძელი, რომელიც გადის თვითფრინავის ფიუზელაჟის მკვეთერ კიდეებზე. ეს კომპოზიტური გარსი არ იყო შექმნილი ასეთი ძლიერი ძალების გასაძლებად, ამიტომ ის იწყებს ბზარვას. F-25A-ის სტელსის გარსი, რომელიც მისი დიზაინის განუყოფელი ნაწილია, იწყებს დაზიანებას. ამ მიზეზით F-25A-ის ქვემეხების გამოყენება წლების განმავლობაში მკაცრი დაკვირვების ქვეშ იყო, რადგან ინჟინრები მუშაობდნენ ვიბრაციის, სიზუსტისა და თვითფრინავის სტელსის საფარის შესაძლო დაზიანების საკითხებზე. ფრინავები კვლავ ატარებენ ცეცხლის წვრთნებს ქვემეხებით, მაგრამ სამხედროებმა მიიღეს ფართომასშტაბიანი ზომები, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ თვითფრინავის გარსზე ზედმეტი დატვირთვა და დაზიანება. და ეს ერთადერთი პრობლემა არ არის. წლების განმავლობაში F-25A-ის ქვემეხი პენტაგონის ყოველწლიურ შეფასებებში ასევე აღინიშნებოდა როგორც არაზუსტი. 2019 წლიდან 2023 წლამდე მან ვერ დააკმაყოფილა ოპერაციული სიზუსტის მოთხოვნები. მაშინაც კი 2024 წლიდან მოყოლებული ტექნიკურად კვლავ ითვლება სიზუსტის ნაკლებობის მქონედ, თუმცა ოპერაციულად ეფექტურად არის მიჩნეული. F-25B-სა და C-ზე არსებული გარე ქვემეხებს ამ პრობლემებიდან არც ერთი არ აქვთ. მათი დიზაინისა და განლაგების წყალობით უკუცემის ძალა არ ახდენს უარყოფით გავლენას თვითფრინავის კონსტრუქციაზე და ბზარების ან სტრუქტურული დაზიანების რისკი არ არსებობს. ამიტომ არ არის საჭირო რაიმე შეზღუდვა იმის შესახებ, თუ როგორ, როდის ან სად გამოიყენება ეს იარაღები. გარდა ამისა, გარე ქვემეხები ბევრად უფრო ზუსტი აღმოჩნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გამანადგურებლებს სინამდვილეში ბევრი ვაზნა არ აქვთ. ისინი იყენებენ PDU-32U ნახევრად ჯავშანგამტარ მაღალფეთქებად ანთებად ტრასირებად ვაზნებს, ანუ SAPT-ს, რომელსაც შეუძლია მსუბუქი ჯავშნის გარღვევა და სამიზნეში აფეთქება, რაც შიგნიდან წვავს მას. თითოეული თვითფრინავი აღჭურვილია სულ 220 ვაზნით, ხოლო სპეციალური კონტროლერი ზღუდავს თითოეული გასროლის სიგრძეს 30-დან 50 ვაზნამდე. ეს ნიშნავს, რომ ყოველჯერზე, როცა პილოტი სასხლეთს აწვება, დაახლოებით 40 ვაზნა ისვრის, რაც მხოლოდ 5 ან 6 გასროლის საშუალებას აძლევს, სანამ ვაზნები არ ამოეწურება. ეს დიდი რაოდენობა არ არის, ამიტომ აუცილებელია, რომ თითოეულ ვაზნას მნიშვნელობა ჰქონდეს და რაც შეიძლება მეტი გასროლა მიზანს მოხდეს. საბედნიეროდ F-35 შექმნილია უმაღლესი სიზუსტის გათვალისწინებით. ამ თვითფრინავში პილოტი მიზანს თვალით კი არ უმიზნებს, არამედ სპეციალური ჩაფხუტზე დამონტაჟებული ეკრანის სისტემის HMDS-ის დახმარებით, რომელიც სამიზნე მონაცემებს პირდაპირ ვიზორზე აჩვენებს. F-35-ებიც იყენებენ ESR რადარებს სამიზნეების საპოვნელად და თვალთვალისთვის, რაც კიდევ უფრო ზბის ქვემეხის სიზუსტეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ის ასაშეშიის ძალებს აძლევს ფასდაუდებელ საშუალებას, რომ მტერს შეუტიონ და მიზნები მიაღწიონ. ეს არის Lightning Carrier-ის კონცეფცია. ეს გულისხმობს ამფიბიური შეტევის ხომალდების, როგორიცაა USS Tripoli, გარდაქმნას მსუბუქავი ამზიდებად, თითოეულზე 20-მდე F-35B ტიპის სტელს გამანადგურებლის განთავსებით.
ამ სწრაფი რეაგირების ავიამზიდებს შეუძლია თითქმის მყისიერი ცეცხლის მხარდაჭერა გაუწიონ საზღვაო ქვეითებს საჭიროების შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, ჯარები მიწაზე არიან და მიზნებისკენ მიიწევენ, მაგრამ მათ ჭირდებათ ცეცხლის მხარდაჭერა, რათა მტერი ჩაახშონ და წინსვლა შეძლონ. მათ გარშემოთ საში არ არის არც ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავები და არც ელექტრონული ომის თვითმფრინავები, როგორიცაა EA-18G Growler-ი. ისინი ვერც ისეთ თვითმფრინავებზე დაეყრდნობიან, როგორიცაა A10 ვართოგი, რომელსაც აფრენასა და დაჯდომისთვის გიგანტური ასაფრენი ბილიკები სჭირდება. თუ ახლოს ელვისებური ავიამზიდია განთავსებული 12 ან მეტი F-35B, რამდენიმე წამში შეიძლება ჰაერში აღმოჩნდეს. მზად არიან დახმარებისთვის, სიცოცხლის გადასარჩენად და ამერიკული წინსვლის დასაჩქარებლად. უაღრესად ზუსტი გარექვემეხების გამოყენებით, ზემოდან რადარით მართული სიზუსტი ტარტმების მისაყენებლად, ისე რომ ღრუბლებში შეღწევაც კი არ სჭირდებათ. და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვისაუბრია F-25B-სა და C-ს გარე კონტეინერების ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან უპირატესობაზე. მათ საერთოდაც არ სჭირდებათ ქვემეხების ტარება. თერმამ დანიურმა კომპანიამ, რომელიც ამ კონტეინერების ნახშირბადის ბოჭკოს გარსებს ამზადებს, შეიმუშავა ახალი ვარიანტი სახელად მრავალმიზნობრივი კონტეინერი, ანუ MMP. სტანდარტული ქვემეხის კონტეინერის იდენტური ფორმისა და აეროდინამიკური პროფილის მქონე გარე გარსის გამოყენებით, მრავალმიზნობრივი კონტეინერი, ანუ MMP, სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მაგალითად, ქვემეხის ნაცვლად მას შეუძლია ატაროს ელექტრონული ომის ჯამერი, რომელიც მტრის კომუნიკაციების გათიშვას შეძლებს და F-25-ს EA-18G Growler-ის შესაძლებლობებს შესძენს. MMP-ს ასევე შეიძლება დაუმონტაჟდეს სადაზვერვო, სადამკვირვებლო და სამეთვალყურეო ISR სენსორების პაკეტი, რაც მას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს, ვიდრე უკვე შეუძლია თავისი ჩაშენებული სისტემებით. სხვა შემთხვევაში მას შეიძლება დაუყენდეს მიმართულებითი მონაცემთა კავშირი, რაც მას დრონების გუნდის მეთაურად გადააქცევს, რომელსაც მთელი კოლაბორაციული საბრძოლო თვითმფრინავების ფორმაციის მართვა და ხელმძღვანელობა შეუძლია. MMP-ს მომავალში შესაძლოა მხარი დაუჭიროს მიმართულებითი ენერგიის ან ლაზერულ სისტემებსაც, რაც F-25B ან C ტიპის გამანადგურებელს საშუალებას მისცემს. ერთ დღეს მტრის დრონებს ისეთი მეთოდებით დაუპირისპირდეს, რომლებიც უფრო სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს, ვიდრე თანამედროვე ომს. ეს არის გარე პოდის დიზაინის ნამდვილი ძალა და თითქმის უსაზღვრო პოტენციალი. ეს საშუალებას აძლევს F-25-ს, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას ყველაზე მრავალმხრივი გამანადგურებელია ისტორიაში. კიდევ უფრო მეტ საბრძოლო კონფიგურაციას მოირგოს და კიდევ უფრო მრავალფეროვან ამოცანებს გაუმკლავდეს, უბრალოდ ერთი პოდის მეორეთი შეცვლით. თვითმფრინავის ძირითადი კონსტრუქცია უცვლელი რჩება, პოდის ზომაც უცვლელია. თვითმფრინავის წინააღმდეგობა, სიჩქარე ან საერთო შესაძლებლობები არ იცვლება, მაშინაც კი როცა ის ელექტრონული ომის კონფიგურაციიდან ISR-ზე, მიმართულებითი ენერგიის სისტემაზე ან კლასიკურ გატლინგის ტყვიამფრქვევზე გადადის. მისი ტყვიამფრქვევი ჩაშენებულია თვითმფრინავის სხეულში, ამიტომ F-25A-ს არც ერთი ასეთი კონფიგურაციის შესაძლებლობა არ აქვს, რაც მას ბევრად ნაკლებად მოქნილ და სასარგებლო თვითმფრინავად აქცევს თანამედროვე სამხედრო თვალსაზრისით, ვიდრე მისი B და C ვერსიები. იმიტომ რომ ტყვიამფრქვევის კონტეინერის ნამდვილი ღირებულება არა იმ იარაღშია, რასაც ის შეიცავს, არამედ იმ სივრცეში, რომელსაც ის ქმნის. F-25A-ს ყოველთვის ექნება ეს შიდა ქვემეხი, რაც ზღუდავს მის სიცოცხლის უნარიანობას და ამცირებს მის სარგებლიანობას მომავალ მისიებში. B და C მოდელები კი ბევრად მეც თავაზობენ. ისინი საზღვაო ქვეითებსა და საზღვაო ძალებს არჩევანის საშუალებას აძლევენ. მათ მისცეს ამ ძალებს შესაძლებლობა დასვან კითხვა, რას საჭიროებს ეს მისია? ყოველ წასვლამდე ისინი თავად წყვეტენ რა აღჭურვილობაა იდეალური კონკრეტული მისიისთვის. იქნება ეს მონაცემთა კავშირის სისტემა, ISR სენსორები თუ რამე სრულიად სხვა. როდესაც პირველად გადაწყვეტეს, რომ F-35B-სა და C-სთვის გარექვემეხი მიემაგრებინათ, ინჟინრები უბრალოდ პრობლემას იმ ერთადერთი გზით აგვარებდნენ, რაც შეეძლოთ. თავდაპირველად ეს მოუხერხებელ გამოსავლად ჩანდა, რომელიც მხოლოდ F-35-ის საჰაერო შესაძლებლობების დაქვეითებას გამოიწვევდა. თუმცა დროთა განმავლობაში ეს მოუხერხებელი დამატება თვითმფრინავის დიზაინის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ნაწილად იქცა. ნაკლი უპირატესობად იქცა და უნებლიედ ამ გამანადგურებლებს უფრო მოქნილ, ძლიერ და მომავლისთვის მზადად აქცევდა, ვიდრე ვინმე სოდესმე წარმოედგინა. ეხლა შეგიძლიათ გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება აშეთეშოს სამხედრო ძალა, როგორ ხსნის ახალ გზებს და პაულობს ინოვაციურ და საინტერესო გზებს ძალის დემონსტრირებისთვის. ამ ვიდეოში, რომელიც განიხილავს Trump კლასის ლინკორებს, რომლებიც უპრეცედენტოდ შეცვლიან საზღვაო ომის სახეს. ან ნახეთ ეს ვიდეო, რათა გაიგოთ, როგორ ცდის აშშ-ს საზღვაო ფლოტი ლაზერული იარაღებს ავიამზიდებზე, რათა ისინი უფრო გადარჩენადი და უფრო მომაკვდინებელი გახადოს დრონების ომის ეპოქაში. და ბოლოს, არ დაგავიცნეთ, გამოიწეროთ The Military Show, მსგავსი ანალიზისა და ინფორმაციისთვის.